ძალიან მძიმედ წარმოვიდგინეთ, აქ ითქვა უკვე, ეს სახელმწიფო არ არის არც ერთ გამოხატულებაში, არც ერთ მოცემულობაში. ეს სახელმწიფო არ არის, ეს არის უბრალოდ რაღაცა ტერიტორია, რომელსაც მართავს ქართული მაფია. დიახ, ასეთი არის ქართული მაფია. არა ქართული ოცნება, ხელისუფლება, ქართული მაფია, დიახაც. წარმოვიდგინეთ, ჩვენ ზედაპირზე ამოტივტივებული ვნახეთ მხოლოდ მირზა სუბელიანი და ასევე ფარცხალაძე. და იქ ჩარტიშვილი და აშენაშე. მაგრამ ვინმეს ჯერა რომ მხოლოდ ესენი არიან, ის ადამიანები, ვისაც ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილს. არა, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი, ამათ უბრალოდ პრობლემები შეექმნათ და ხალხმა, ანუ ჩვენ გავიგეთ, მოვისმინეთ, დავინახეთ საკუთარი თვალებითა და მოვისმენთ ყურები. უამრავი ასე იმართება დღეს ქვეყანა. ყოველი დღე, ყოველი საათი არის საშიში ქართული მაფიის პირობებში. ყოველი დღე და ყოველი საათი გადაჭარბების გარეშე. არა იმიტომ რომ პენსიას არდიან საშიში, ამიტომ კი არ არიან. არა იმიტომ რომ დაუშვათ სამუშაო ადგილებს ვერ ქმნიან ქვეყანაში. არა, უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არიან ძალიან საშიშნი უკვე. რომ ბიძინა ივანიშვილს იმდენი სიბინძურე გაუკეთეს თავისმა ჯალათებმა, ზონდერებმა, ფულის შემწერებმა, რომ კაციც რომ მოკლას, ვერ დაიჭერენ, რომც უნდოდეს. და არ დაიჭერდა, აგერ ვიხილოთ ერთ-ერთი შემთხვევა, ხო, ბატონი სარალიძეს. დათუნა სარალიძეს შემთხვევა ტრაგიკული მოხდა და უბრალოდ შემთხვევით ამოტივტივდა მირზა სუბელიანის სახელი და გვარი თორე არა ნიკა იმის გამო რომ ზაზა სარალიძე მიყვა ბოლომდე რა თქმა უნდა ნუ ამას გულისხმობ თავისთავად ეს ესეთი შემთხვევა სინამდვილეში რამდენია უამრავი ამის თქვა მინდა უბრალოდ მირზა სუბელიანი იყო წარმოვიდგინეთ მარალ ჩინოსანი ერთ-ერთი მთავარ პროკურატურაში და დაიცვა საკუთარი შვილი განარიდა 2 დღის განმავლობაში საკუთარი შვილი და საკუთარი ცოლის დიშვილი კალანდია წეროვნის დასახლებაში წაიყვანა განარიდა მე ჩამოვიდა დაესტრო საკუთარი ასე თქვა შვილის დაკითხვას გადააზღვია საკუთარი ასე თქვა თავი და მე 14 დღის განმავლობაში საერთოდ ერთი მოწმეც არ დაკითხულა და უბრალოდ ბოლომდე შეთანხმდა ქართულ მაფიასთან ხახნო ყოველ დღე ვხედავთ რომ ბიძინა ივანიშვილის კარადიდან ცვივა უკვე ჩონჩხები და სკელეტონები აღარ ეტევა ხო იმდენი სიბინძური არის გაკეთებული და რის ხარჯზე მიმართავ ჩემს ყოფილ და ახალ მეგობრებს რომელსაც შეიძლება გაერთიანებული ოპოზიცია გულზე არ ეხატებოდა არ ეხატება იყვნენ ქართული ოცნების მხარდაჭერები ხახდო თქვენ რა გონიათ რა სარალიძე მიზანის ბავშვია მიზანმიმართულად მოკლეს და მე უბრალოდ არა დაჭირდათ და გააკეთეს თქვენ შემთხვევაში თუ დაჭირდებათ აუცილებლად იგივეს გააკეთებენ ჯგუფები რომელთაც ყავს 50 კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება წარმოვიდგინეთ რომლებიც ღიად ასახელებენ და საუბრობენ რომ თურმე აწამებდნენ, ცემდნენ და ასე მოიპოვეს ჩვენებები სხვადასხვა რეზონანსულ საქმეებზე და იქ ჩანაწერში იყო საუბარი მართლა რიგი ხო არ დამდგარაო სამართლიანობის აღდგენისო. ვცემეო, ვაწამეო და მერე ვათქვევიო. და ამას ვისთან ამბობს? ციხეში პენიტენციო დაწესებულებაში ქართული ოცნების დეპუტატთა ვიღაცა ვიცა ჯაფარიძესთან. წარმოიდგინეთ. ორივეს რო გონია რომ შვეიცარიის დედაქალაქი სტოკჰოლმია ეს თუ შეამჩნია. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. პრობლემა იყო. ეკა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი იყო რომ ეს ვინ სხვა ჩვენ ბედს საერთოდ რომ ელემენტარულ რაღაცებში ერთუჯრედიანი ინფუზორიები ქართული მაფია ხახდა ამათვის მე თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მუხთარლის გატაცებაც აი ამ დაჯგუფებების კისერზეა ეროსი კისმარიშვილის ყოლობაც ამ დაჯგუფებების კისერზეა ხარძიანის თავად უკვე ილაპარაკეს ამაზე ამ დაჯგუფების და უამრავი სხვა და ხვალ ეხლა რამდენიმე 5 6 4 ადამიანს ყველაზე ძალგაწყვეტილ ქართული ოცნების რიგებში იპოვიან ვისაც აი სასახლეები აუშენეს წლების უკანასკნელების განმავლობაში დაეწყობიან და რაღაცა საოცრებებში ილაპარაკებენ იმის მაგივრად რომ რეალურად ამ წამებებზე ამ გატაცებებზე ამ ყაჩაღობებზე და ათასუბედურებაზე აღძრას საქმე დაუყოვნებლივ პროკურატურამ ქართული მაფიისა ხო რა განცხადება გაავრცელეს უკანა რიცხვი გამოძინი გაქვთ ნიკა რა ჩანაწერი როგორ მოიპოვეს ეხა იმას უნდა დაიწყოს გამოძინი გქონდა არ არსებობს ქართული ოცნება ქართული მაფია არის დამარცხებული
არასებობს. ყველაზე საშიში სისტემა არის. ყველაზე საშიში ასე თქვა რაღაცა გუნდი არის, რომელიც სამართლიანობის დროშით მოვიდა და თვითონ სამართლიანობის დროშით დადის კანონიერების ფესვებიდან ამოსული. რომელიც კონფლიქტშია სიმართლეს და კონფლიქტშია სამართლიანობასთან. ჩვენი მოწინააღმდეგები არიან დიახაც ფარცხალაძეები, ჩხარტიშვილები, ეს გახარიები, ივანიშვილები, ეს სუბელიანები, კეზერაშვილები, ესენი არიან ხალხის დიახაც. ეს ადამიანები არიან, რომლებიც ლამობენ რომ შეინარჩუნონ საკუთარი ძალაუფლება, აჩვენონ სასახლეები, გამდიდნენ, ხალხი გააღატაკონ, შეაშინონ მირზა სუბელიანი ერთ-ერთი ზონდ, რომელიც უბრალოდ დროებით გაამწესეს, იქ სადაც გაამწესეს და ხედავთ რა პრეტენზიით საუბრობს, ხო? თურმე ერთ დღეში ყველაფერს შეცვლის სახელმწიფოში თუ იმას არ გაუკეთებენ, რაც ასე ვთქვათ, მას უნდა. ხო მოვისმინეთ ეს მარტო ორი epizodi ჩანაწერი რომელოდინი გაქვთ რას აპირებს გაერთიანებული ოპოზიცია ამ ყველაფრის პასუხად ძალიან მშვიდად უხჩაუხრე შრომა ძალიან მშვიდად და ძალიან მტკიცეთ 28 ოქტომბერს როგორც ერთი თლიანი ნაწილი ერი უნდა ადგეს და ძალიან მშვიდად და ძალიან წყნარად ეს ხელისუფლება მიუხედავად იმის თავისი მაფიოზური დაჯგუფებებისა დიღაც გაისტუმროს დიახაც იქ ზოგი სახლის მე ხშირად საუბრობენ იცით რა არავითარ შემთხვევაში ვის ეცლება ამათვის რა რევანში რის რევანში ხახნო ვის ეცლება ქვეყანა არის ამ უსყულიდან ჩავარდისაგან გადასარჩენი და მე გასავითარებელია ყველა მიმართულება და ყველა სფერო მაგრამ აპატიეთ ეხლა ყველა ის პოლიტიკოსი რომელიც სიტყვის რევანში ერთია რომელიც გამორიცხული არის ამისთვის ჩვენ ხელისუფლებაში არ ვაპირებთ მოსვლას მაგრამ ეს მაფიოზები, ეს მოძალადეები, ეს კორუმპირებული ადამიანები. ეხლა მე არ ვიქნები იმ გუნდის ნაწილი, რომელიც თვალს დახუჭავს დიახაც ჩხარტიშვილებზე, თვალს დახუჭავს სუბელიანებზე, თვალს დახუჭავს კეზერაშვილებზე, თვალს დახუჭავს, არ ვიცი, ფარცხალაძეებზე და ასე შემდეგ. მირზა სუბელიანი, რომელიც სიამაყით აცხადებს და მისი ასეთი კუმირი არის გოგა ხაინდრავა და მთელი ქვეყნის გასაგონად საუბრობს, რომ რა მაგარი ადამიანიაო, სულ გამოდის ტელევიზიიდან, სულ მიცავსო, მეო, სპეციფიურად ამბობს. ვენაცვალეო, მის ყვერებს ვენაცვალეო, აი ესეთი ათველები გჭირდებაო. აი ესეთ ქვეყანაში ცხოვრობ, ხახტო. მე არ მინდა და 100,000-ობით ადამიანს არ უნდა მაფიოზურ სახელმწიფოში ცხოვრება. გოგა ხაინდრავას ყვერები არ უნდა 100,000-ობით ქართულს ქართული ოცნების მათაც იყავდა ქართულ ოცნებას ასეთავს გულახტილი მხარდაჭერი, რომელსაც უკეთესი უნდოდა ცხოვრება. არ უნდოდა ის შეცდომები, არ უნდოდა ის ცუდი, რომელიც არ მოწონდა ძალიან ბევრს, მაგრამ უნდოდა რომ კარგი გაგრძელებულიყო, ცუდი აღმოფხვრილიყო და რა მივიღეთ, ხახტო? რა მივიღეთ თქვენ ხარჯზე? გამდიდნენ, სასახლეები ააშენეს. მაფიოზური დაჯგუფებები ჩამოაყალიბეს, რომლებიც აუცილებლად ხვალ და ზეგ, მაზეგ უკვე გვიანია, რა თქმა უნდა, ამას ვეღარ შეძლებენ. იმიტომ რომ ამას აღარაფერი აღარ ეშველება. ამ ქართულ მაფიას აღარაფერი აღარ ეშველება, დარწმუნებული ვარ, ესენი დამარცხებულები არიან უკვე, უბრალოდ მათ უნდა ძალიან მშვიდად კიდევ ერთხელ უნდა ვთქიცეთ, გაფორმება მათ მარცხს უნდა გაფორმება 28 ოქტომბერს. შეძლებთ მარცხის შემთხვევაში შეუძლებელი არის, რომ მაფიამ გაიმარჯოს ქართულ ერზე. და პირველ რიგში მე დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნების ყოფილი მხარდაჭერების დიდი ძალისხმევით და მეცადინეობით მოხდება ამ მაფიოზური დაჯგუფებების დამარცხება 28 ოქტომბერს. შეუძლებელია და ხახტო გავერთიანდეთ რა, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს არ არის ის ჭირს აუღია ადრე თქვი და ეხაც გავიმერ ყველა პოლიტიკური პარტია ხახტო. კვლელები არიან ჩვეულებრივად, მოვიდნენ რაღაცა თვითონ თავისუფლების, სამართლიანობის დროშის ფრიალით და ხედავთ ხო რა შეადიან და დაგიждდება მე აქ ვიღაცას დაუждდება ზვიად ძიძიგური რომელიც სასახლეზე აშენეს, ვიღაცას გამოიყვანენ კიდევ, რაც უფრო უტიფა განცხადებებს გააკეთებენ, როგორც ჩანს, რომელიც უდოში თურმე ფულს იღებს. როგორც ჩანს, უფრო მაღალი სასახლე აქვს და ხვალ გააკეთებენ რაღაცა განცხადებებს, წინასწარ შემიძლია თქვა ვიწინასწარმეტყველო და რომელიღაცა მათ სასახლეებზე კი დამატებით ერთი მანსარდა დაემატება. ამაზე დგას. შეშინებული არის ხელისუფლება. ხახტო დავასრულებ თუ შეიძლება ნიკა. კი ბატონო. რა მესმის? რომ არჩევნებს გააყალბებენ, ფულს დაარიგებენ. გამოართვით ის ფული მოგატყვილათ ოცნებამ, მოატყვილეთ თქვენ, გაუცინეთ საარჩევნო ურნასთან მიდით და ის შემოხაზეთ ვინც თქვენგიდან ნებისმიერი სალომე ზურაბიშვილის გარდა.
ჩვენ გაცილებით ბევრი ვართ ვიდრე ეს მაფიოზები. ძალიან შეშინებულნი არიან და ძალიან მივწაფთრები არიან, გაშიშვებულნი არიან. მე დაწმუნებული ვარ, ეს არის ყველაფერი ჯერ კიდევ პრელუდია. ძალიან ბევრ რამეს ვიხილავთ და მოვისმენთ. და მე ადრე ვსვიდე, ეხაც გავიმეორებ. მე რისი მეშინია ყველაზე მეტად ფიზიკურად დასაცავები გაგვიხდებიან. თქვენს მათ შორის ნიკა და იკა, ჩვენს ხალხისგან ეს ხელისუფლება უამრავი სისასტიკე აქვს ამათ ჩადენილი და ყოველდღიურ რეჟიმში ეს ზედაპირზე ამოდის და გაქცევასაც ვერ მოასწრები და არ გვინდა ხომ ეს გაქცევები, გამოქცევები და კანონის წინაშე უნდა იყოს ყველა წამსგარი. გაიქცა ჩვენ დაგვანებო ნიკა თავიდან რაც უნდა ქართული მარში ისქნა. დაიცავს. მადლობა ნიკა ძალიან.